Საკაუყო სასამართლოს დერეფნებში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მობილიზება იმის მანიშნებელია, რომ ოლიგარქის სასამართლოს რომელიღაცა დარბაზში ევროპული მომავლისთვის მებრძოლი პირის პროცესი იწყება. ივანიშვილის სამსახურში მყოფი მოსამართლეები ერთმანეთის მიყოლებით ციხეში უშვებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში იდგნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ. შაბათის მთავარის მიერ მოპოვებული ერთ-ერთი დაკავებულის ანატოლი გიგაურის სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პატრულ ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძავადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ვახტანგ გაბუნია გამოკითხვის ოლქში წერს, რომ 25 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს მას აქციის ერთ-ერთი მონაწილე თავს დაესხა. აქციის მსვლელობის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით სრულად გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობა. იქნებოდა დაახლოებით 22 საათი და 30 წუთი შევნიშნე ხალხის მასა ოპერის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობას უახლოვდებოდნენ, რის გამოც დახმარებისთვის ჩვენთან მოვიდნენ იქვე მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, კერძოდ ირაკლი კობახიძე და უჩა გაჩეჩილაძე. მას შემდეგ რაც ადგილზე მოვიდა ზემოთხსენებული ხალხის მასა, რომელსაც წინ მოუძღოდა და პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე, ისინი ცდილობდნენ ფიზიკურად გაერღვიათ ჩვენი კორდონი, რისი უფლებაც ჩვენ შეძლების დაგვარად არ მივეცით. სწორედ ამ დროს მომიახლოვდა ერთ-ერთი მამაკაცი და მარცხენა ფეხის წვივის არეში ჩამარტყა ფეხი, რა დროსაც განვიცადეთ კივილი. ხსენებული მამაკაცი გამოირჩეოდა აგრესიით. ის მალევე მომიახლოვდა განმეორებით და მარჯვენა ხელი ჩამარტყა მარცხენა მხარეს, კერძოდ ყურის, ლოყისა და კისრის არეში, რა დროსაც მისი დარტყმით მე განვიცადე ძლიერი ტკივილი. ამავდროულად ხსენებული პირი ფიზიკურად მეკაჩებოდა სამსახურეობრივ ქურთუკზე, რის გამოც დამიზიანა ქურთუკის მარცხენა და მარჯვენა სამგაული. მას შემდეგ რაც ხსენებულმა პირმა დამარტყა შევეცადე მის დაკავებას, თუმცა ის დამისხლდა და გაიქცა. თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი და აგვისტოს ომის მონაწილეს სასამართლოს წინაშე სამშობლოს სიყვარულის მტკიცება არაერთხელ მოუწია. ბრალდებული ყველა სასამართლო პროცესზე ამტკიცებს, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს და ნებისმიერი განაჩენისთვის მზად არის. ჩვენებს რომ მე მაგალითად იმ ხელისყურის გარდა რაიმე მოქმედება განახორციელა, ეს არის ისრულ და მინდა რომ დაისაჯოს მაგრამ მოძარადე და პასუხი აქვს იმ როგორც მოძარადე, ასე მოძარადების ფარგლები. სულ ყველა მიეცეთ პასუხისგებაში. ამისთვის ვითხოვ სამართლიან სასამართლოს. და აი როგორი საფრთხეა ამას მივიდა. ანატოლი გიგაურის საქმეში ბრალდების მხარეს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ვიდეო მტკიცებულება უდევს. სწორედ ამ კადრებით ამტკიცებს ივანიშვილის პროკურატურა, რომ ვეტერანი პოლიციელზე ძალადობს. ამ სისხლის სამართლის საქმეში მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან, ისინი რომლებმაც მოქალაქე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს. შაბათის გუნდის მიერ მოპოვებული კადრების გაშიფრის შემდეგ დგინდება, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გიგაურს პირველი არ ტყამს, შემდეგ კი ბრალდებული თავდაცვას ცდილობს. ბრალდებული ანატოლი გიგაურიც ამტკიცებს, რომ ფიზიკურად თავდაპირველად მას პატრულ ინსპექტორი გაუსწორდა და მისი მხრიდან ხელის მოქნევა იყო აუცილებელი მოგერიება. ამ დროს ვარდება ორი პოლიციელი მიგრირავს ეს ხელებს ერთი მეორე და უკანა მხარეს ნამდვილად ბორში მაგეთები ძირის და სემელი გადაყოლი რაღაც დროის განმავლობაში. შემდეგ მაგეთები უკვე სისხლის ბომბის სურათებს მიგრირდნენ, აი ეს გადაიღეს სურათები. შაბათის გუნდის მიერ მოპოვებულ ამ სისხლის სამართლის საქმეში არაერთი უზუსტობაა. ყოფილი ვეტერანის წინააღმდეგ ოლიგარქის პოლიციელებმა ერთხმად დააორგანიზეს, რომ აგვისტოს ომის მონაწილე გამოგონილი ბრალდებით ციხეში გაეშვათ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ამ საქმეში რამდენიმე პოლიციელის ჩვენება დევს და ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია. სისხლის სამართლის ერთ-ერთი ოქროს მოწმე პოლიციელი ზურაბ ბერუაშვილია, რომელიც ამტკიცებს, რომ სამთავრობო არხზე გასული კადრების შემდგომ მოახდინა სისხლის სამართლის საქმეზე რეაგირება.
2024 წლის 24 ნოემბერს დილიდან ვიმყოფებოდი სამსახურში მორიგე ჯგუფში. საღამოხანს ჩემს მიერ სოციალურ ქსელში Facebook-ის ტელეკომპანია იმედის გვერდზე ნანახი იქნა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახული იყო ამ წლის 24 ნოემბერს ქალაქ თბილისში საპროტესტო აქციის დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი. კითხვაზე მოგახსენებთ, რომ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით ჩემს მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად მამაკაცი, რომელმაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე განახორციელა თავდასხმა, არის 1980 წლის 23 მაისს დაბადებული ანატოლი ნუგზარის ძე გიგაური, რომლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი არის უცნობი. სხვა ამ ეტაპზე დასამატებელი არ მაქვს არაფერი. სისხლის სამართლის საქმეს ივანიშვილის პროკურატურის მტკიცებით ერთადერთი დაზარალებული პოლიციელი ყავს, თუმცა რასახის დაზიანება მიიღო პატრულ ინსპექტორმა ვახტანგ გაბუნიამ უცნობია. რასახის დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა. ამის გასარკვევად პოლიციის თანამშრომელს ვახტანგ გაბუნიას მობილურზე დაუკავშირდით. თავარი არხის ჟურნალისტი გირეკავთ ირაკლი ბახტაძე. ბატონ ვახტანგ, თქვენ ბრძანდებით დაზარალებული ერთ-ერთ საქმეზე, როგორც თქვენ ამბობთ ჩვენებაში ანატოლი გიგაურის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი არ ბრძანდებით? არა, თქვენი ნომერია მითითებული ჩვენებაში და არა, კარგად ბრძანდება. ანატოლი გიგაურის ადვოკატის განმარტებით ისინი ბრალდებულის მხრიდან ხელის მოქნევას არ უარყოფენ, თუმცა ამას წინაპირობა ჰქონდა. ცუცქირიძის თქმით, გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამ დროს, როდესაც პოლიციელი მეორეჯერ ცდილობდა დაერტყა ანატოლისთვის სახის მიდამოში, როცა იქამდე სახეში დარტყმული ჰქონდა ხელი, ბუნებრივია იმ წუთიერი საფრთხე იყო რეალური, რაც იგრძნო ანატოლიმ და შესაბამისად მოიქნია ხელი პოლიციელის მისამართით, რომელსაც მოხდა არა ლოყაზე, არა სახეში, ქურთუკის აწეულ საყელოზე და დარწმუნებული ვარ, სახის მიდამოში არანაირ ტკივილს არ განიცდიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებაში მაინც წერს, რომ ტკივილი განიცადა. გიგაურს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით პირველი ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯერ კიდევ პირველი პროცესიდან პროკურორი უთითებდა და გვეუბნებოდა იმას, რომ ანატოლის ეს ინფორმაცია, რომ თითქოს პოლიციელმა იქამდე სანამ თვითონ მოიქნევდა ხელს, პოლიციელმა დაარტყა მუშტი, ეს იყო ტყუილი და არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმეში თვითონ ბრალდების ხარემ მოიპოვა მტკიცებულება ვიდეო ჩანაწერში, სადაც დადასტურდა ის ფაქტი, რასაც პირველი წამიდანვე ვამბობდით პროცესზე და პირველი წამიდანვე ამბობდა ანატოლი და კერძოდ დადასტურდა ის აფიოდ ნათლად ჩანს ვიდეო ჩანაწერში, როგორ შეკრული მუშტით, როგორ უტყავს შუბლის მიდამოში, სახის მიდამოში ანატოლი გიგაურს აღნიშნული პოლიციელი, რომელიც ჩვენ და სამწუხაროდ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მოხსენიებულია როგორც დაზარალებული. ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი 13 თებერვალს 15 საათზე საქალაქო სასამართლოში ჩატარდება.